მე გახლავართ გია კვაშილავა, ფაზის აკადემიის პრეზიდენტი. დღეს ჩვენ გქონდა ინფორმაცია დადებული Facebook-ზე, ვისაუბრებდით შემდეგ მესამე თემაზე. ესე იგი, ჩვენ ადრე ვისაუბრეთ ქართულ სახელმწიფოებრიობის 4000 წელზე, მეცნიერება 2500 წელი და დღეს უნდა გვესაუბრა ქართული ქრისტიანობის 2000 წლოვან ისტორიასთან დაკავშირებით. სანამ ამ თემას დავიწყებთ, იქამდე მინდა გესაუბროთ რამდენიმე წუთი ახალ თემასთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს რიგი ფაკულტეტები გაუქმდა. ეს არასწორია ძვირფასო ქართველებო, როგორც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ისეთი სტანდარტით უნდა იყოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმართებით ეს პროგრამა. მე ყველას მიმართავ, გავიგოთ ეს კარგად, იმიტომ რომ საქართველოში განსაკუთრებით ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, რომელიც არის წარმოდგენილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მისი გაუქმება, მისი ყველა იმ საჭიროების გაუქმება არ შეიძლება. გავიგოთ ეს ყველაფერი. რამდენჯერ უნდა ახსნათ ჩვენ კვალიფიციური დარგის სპეციალისტებმა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეხებოდა ეს ახალი რეფორმის გამოვლინება, იმიტომ რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასეთი უნდა იყოს იმ სტანდარტით, რაც აქვს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ამის დასამტკიცებლად მე გიამბობთ რამდენიმე ნაწილს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს უნიკალურ აკადემიურ საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრს საქართველოში. უნივერსიტეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს განსაკუთრებით აფხაზეთის რეგიონალური განათლების განვითარებაში, მეცნიერების განვითარებაში, განსაკუთრებით ეს როგორც აღნიშნეთ აფხაზეთის დევნის სტუდენტთა კონტექსტში. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნქციონირებას კერძო ზუსტი და საბუნებისმეტყველო და აქ არის მათემატიკა და რიგი მიმართულებები, მათ შორის მათემატიკური მოდელირების მიმართულება, რომელიც უნიკალურია რეგიონში, კავკასიაში. ვინც ეს ვერ გაიგო კარგად, მათ ვუხსნით, რომ არ დაუშვათ ასეთი რამე. ეს არის კვლელობის ტოლფასი იმ მეცნიერებისა, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის არის. გეუბნებით ამას რამდენჯერმე გიხსნით და ვერ გავიგეთ თქვენი მოსაზრებები ძვირფასო ქართველებო. თქვენ უნდა აიმაღლოთ ხმა, ასეთნაირად მიჭრა-მოჭრა ფაკულტეტების არ არის სწორი. ეს უნდა აღნიშნული იყოს შესაბამისად. აღნიშნული პროგრამები, განსაკუთრებით მათემატიკის მიმართულებით, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლებას, ინოვაციურ კვლევებს და ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალს ზრდის. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ იმ რაოდენობის სტუდენტი შეიძლება არ მოდიოდა აქამდე, მაგრამ ეხლა, რადგანაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასეთი მნიშვნელოვანი პროგრამებია შექმნილი, აკრედიტირებული, ამის შეჩერება არ შეიძლება. ეს გავიგოთ, რამდენჯერ უნდა ახსნათ, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის პროფესიონალი მათემატიკოსები, განსაკუთრებით დავასახელებ პროფესორ თემურ ჩილაჩავას, პროფესორ ოთარ ჭკადუას და სხვებს, რომელთა ციტირების ინდექსი მაღალი აქვთ. Google სკოლაში ჩავიხედოთ, ამ კორპუსში ვნახოთ, ამის მიხედვით უნდა გავანალიზოთ. შეიძლება თქვენ თქვათ მოსაზრება, რომ ეს ნაწილი უნდა გაერთიანდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვერ გაერთიანდება, იმიტომ რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეს არის სოხუმში აფხაზეთისთვის შექმნილი უნივერსიტეტი. ეს არის დროებით საქართველოში განსაკუთრებით თბილისში მყოფი უნივერსიტეტი. ტოლვილი, დევნილი უნივერსიტეტი და მეორეჯერ არ უნდა ვესროლოთ მას ასეთი დიდი ტყვია, რომ აქ მოვკლათ. მე არ წარმოადგენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ პირს. მე არ მუშაობ იქ ამ ხრივ და მე უბრალოდ ვლაპარაკობ როგორც ქართველი, ერთი ქართველი, რომ ამის გაკეთება არის რუსების ხელშეწყობა. გავიგებთ ასე თუ ისე არ გავიგებთ. ყოველ შემთხვევაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე როგორც მათემატიკოსი ვიცი, რომ მათემატიკის დონე მაღალია და
ამ დონის შექმნა დაიწყო 94 წლიდან 94 წლის წინ მე-20 საუკუნის დასაწყისში 1932 წლიდან და გავიგოთ ეს რომ არ გავაკეთოთ ასეთი რამე სირცხვილია რაც საქართველოში ესეთი რაღაცა მიდგომა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ ხდება ფუნდამენტური დარგი განსაკუთრებით მათემატიკა წარმოადგენს უნივერსალური ინსტრუმენტს იმ საფუძველს რომელიც სწავლობს ბუნებრივ და ტექნიკურ მეცნიერებს კომპიუტერულ მეცნიერებს გამოყენებით მათემატიკას აქვს გამოყენება ეკონომიკაში ფინანსურ ანალიზში ტექნოლოგიურ განვითარებაში ასევე ახალი რომელიც გაკეთა სოციალურ მეცნიერებებში ისტორიაში ჩემი დისერტაცია ყოველ შემთხვევაში დავიცავი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკური გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით მათემატიკური მოდელირება რომელიც გაკეთა პროტოქართველური მოსახლეობის მთლიანად 7000-ლოვანი საქართველოს ისტორიის მათემატიკური მოდელირება ეს მიმართულება რომ არ ყოფილიყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ მიმართულებით დისერტაციას კონკრეტულად მე ვერ დავიცავდი იმიტომ რომ ეს მიმართულება მათემატიკური მოდელირება სოციალურ მეცნიერებაში პროფესიონალურიდან გამომდინარე ძალიან დიდი მნიშვნელოვანი გზა გადადგა და გახსნა მეცნიერებაში ახალი მიმართულება პროფესორმა თემურ ჩილაჩევა რომელიც ჩემი ხელმძღვანელი გახდა მიმართულებით და არ გავაკეთოთ მე მიმართავ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მის პრორექტორს ყველა ფაკულტეტის წარმომადგენელს ასევე მიმართავ აფხაზეთის მთავრობას აფხაზეთის უზენაეს საბჭოს რომ იფიქრეთ და იმუშავეთ რომ ეს საქმე გამოსწორდეს ტექნიკური უნივერსიტეტის ხალხმა ანუ მისმა პროფესორამ ხმა აიმაღლა და შესაბამისად ეს გასწორდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეს არის როგორც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს იმ სტანდარტით უნდა შენარჩუნდეს აი ამას გთხოვთ შესაბამისად გაითვალისწინეთ ვისაც ეს გევალებათ სხვა შემთხვევაში ისტორია სხვანაირად გამოგიტანთ განაჩენს 1 წელი არ არის ეს 2 წელი 10 წლის შემდეგ გამოჩნდება რომ ეს შეცდომა დაიჯერეთ თქვენ ძვირფასებო დაიჯერეთ რომ არ შეიძლება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაუფუჭო ის რაც წარმატება აქვს ის ციტირების ინდექსი რომელიც მათემატიკის ფიზიკის და ქიმიის ბიოლოგიის მიმართულებით აქვს გაკეთებული ამ კვალიფიციურ მეცნიერებს ყველას მე როგორც ფაზის აკადემიის პრეზიდენტი მოგმართავ გაითვალისწინოთ ეს აზრი იმიტომ რომ საქართველოში მეცნიერება არის მხოლოდ იმ თვალსაზრისით თუ პროფესიონალი მეცნიერი არსებობს სხვათა შორის 355 წელს თემისტიოსმა თქვა არის მეცნიერება იქ სადაც არის მეცნიერი თუ მეცნიერი არ არის არ იქნება მეცნიერება აი ეს პროფესიონალი სპეციალისტები რომელსაც მაშინ თემისტიოსი ამბობდა ოსტატით ანუ დახელოვნებული მეცნიერის მიმართულებით ხდება მეცნიერების განვითარება და ამ მაღალი რანგის მეცნიერებს ყველას ხომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხო არ შევაერთებთ იქ არის საკმაოდ ბევრი რაოდენობის მეცნიერები ახლავა ტექნიკურ უნივერსიტეტიდან შემავალი რამდენიმე მეცნიერი მოხდება და ამდენი კვალიფიკაციის სპეციალისტის ვერ შეძლებს თესეუ აითვისოს. ამიტომ გთხოვთ რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ზუსტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებები შეუნარჩუნოს, იქ არის ჩამონათვალი სხვადასხვა მიმართულებით, დანარჩენი რაც არის კვალიფიკაციის მიხედვით შემდეგმა სპეციალისტებმა, რომელშიც მე კვალიფიკაცია ამ შემთხვევაში მე ასევე კიდევ ხარს უჭერ ეკონომიკური მიმართულებით, ეკონომიკის ფაკულტეტი უნდა შენარჩუნდეს, იმიტომ რომ ამ კვალიფიკაციის სპეციალისტი ვარ მე, მეორე ხარისხით ეკონომიკაში მაქვს დაცული, როგორც მათემატიკაში, ეკონომიკაში სხვა უნივერსიტეტში დავიცავი, ამიტომ ასევე გამოვიდეს სპეციალისტები, რომლებიც არიან სამართლის მიმართულებით, მათ უნდა დაადასტურონ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რატომა ეს ფაკულტეტები მნიშვნელოვანი. ძვირფასო ქართველებო, კიდევ ერთხელ გთხოვთ, ყველამ ხმა იმაღლო და დაიცავით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს არის რამდენჯერმე დევნილი უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი ნულიდან სრულიად აღადგინეს ქართველებმა. განსაკუთრებით მე აქ დავასახელებ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს პროფესორ ოთარ ჟოდანიას.
და პროფესორ თემურ ჩილაჩავას, რომლებმაც იშრომეს იმისთვის, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი შექმნილიყო ასეთი სახით, იმ კვალიფიკაციით. ბევრი იტყვის, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა იყოს აფხაზეთშიო. რა თქმა უნდა, აფხაზეთში უნდა იყოს და ეს არის სწორედ პოლიტიკის საჭიროება, რომ ისეთი კარგი პოლიტიკა უნდა ყოფილიყო შემუშავებული 50 წლის განმავლობაში, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავის წიაღში დაბრუნებულიყო. რადგანაც ამას ვერ ვაკეთებთ, აქ მაინც შევინარჩუნოთ. კიდევ ერთხელ მიმართავ აფხაზეთის მთავრობას, აფხაზეთის უზენაეს საბჭოს და მის შესაბამის დარგებს, რომ დაიცავით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მე გთხოვთ ამას ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი 1900 წლის ინსტიტუციისა, რომლის წარმომადგენელი მე ვარ ოფიციალურად, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ არ გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც ისტორიისთვის დანაშაული იქნება. ყველას მოგმართავთ განათლების სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, რომ გაავანალიზოთ, რომ ასეთი რამის დაშვება არ შეიძლება. მე რიგი საკითხების თქვა შემეძლო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მისი მნიშვნელოვანი რაც არის დამსახურება ამის წარმოჩენას შესაბამისად წარმოვადგენთ. ყოველ შემთხვევაში კვლევითი ჯგუფები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაღალი დონეა. ყოველ შემთხვევაში ამ თვალსაზრისით ვილაპარაკებ მაგალითად პელაზგური სამეცნიერო ჯგუფი, რომელიც 3 ადამიანი მუშაობთ, თემურ ჩილაჩავა, გიორგი ფოჩქვა და მე, ჩვენ სოციოლოგიური მიმართულებებით, განსაკუთრებით ქართველოლოგიური კვლევებს ვაწარმოებთ მათემატიკური მოდელირების მიმართ. ეს თემები ვერ გაგრძელდება ქართველებო, იმიტომ რომ შესაბამისად სხვა ინსტიტუციებში, განსაკუთრებით თსუ-ს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ მიმართულებით ჯერჯერობით კვლევები არ განხორციელებულა და ვერც შეუერთდება. იმიტომ კი არა რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სხვანაირი დონისაა, არამედ იქ არ არის ამისი გამოცდილება, ეს კვალიფიციური დარგის მეცნიერები აქ არის, იქ რომ შეუერთდეს შესაბამისად თანხმედრაში ხდება სხვადასხვა სპეციალობებთან და ამიტომ ეს სპეციალობა ვერ განვითარდება. გთხოვთ დაიცვათ ქართული სახელმწიფოებრიობის 4000 წლის და რიგი სხვა ფაქტორების კვლევებთან დაკავშირებული მათემატიკური მოდელირებები, რომლებიც კეთდება როგორც ლინგვისტიკის, როგორც ისტორიის მიმართულებით და გაითვალისწინეთ ეს. დღეს ამით ამ საკითხზე აღარ გავაგრძელებ საუბარს, იმიტომ რომ ქართველ მაყურებელს მე შეპირდი ახალ თემებს გავაჟღერებდი და ასევე გაგრძელდება ამ თემაზე საუბარი. დიდი მადლობა ბოდიში, რომ ამ ხრივ შეგაწუხეთ. ჩვენ ახლა გადავალთ იმ თემაზე, სარწმუნოებაზე, რომელიც 2000 წლოვანია. ესეც რიგი ფაქტორები ჩვენთან ბევრი რამე არაკვალიფიციური ხალხის ხელშია და ვერ გავაგებინებთ ამ ხალხს, რომ ჩვენ რამდენი წლის ქრისტიანობა უნდა აღნიშნოთ, ხო? ეს არის. ჩვენ აღნიშნავთ წელს 1700 წელს. რა თქმა უნდა ოფიციალურად რომის იმპერიიდან გამომდინარე, რომელიც აღინიშნა, თუმცა ეს 324 წელს მოხდა საქართველოში და არა 326 წელს. ყოველ შემთხვევაში ამას მოსე ჯანაშვილი წერს და სხვაებიც აღნიშნავენ. ქართული სარწმუნოება უნდა აღინიშნოს 2000 წლით. აი ამ აზრზე ვართ ახლა ჩვენ და ამას გიამბობ დღეს. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ფაზის აკადემიის დამფუძნებელთან მარკიონ ფაზისელთან და მის მამამისთან. მამამისი იყო პალმოსი, ფილოლოგუსი მეორე სახელი, რომლებიც იყვნენ, ერთი იყო სინობის ეპისკოპოსი, მეორე ფოთისა, ფაზისისა. სინობი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ეს ახლა დღევანდელ საქართველოს ტერიტორიაში არ შემოდის, მაგრამ ეს წარმოადგენს პროტოკართველური, ანუ ქართველური მოსახლეობის განსაკუთრებული მეგრულ-ლაზური ტომების განსახლება. ჩვენ ახლა ვაჩვენებთ, რომ მარკიონ ფაზისელი და თვითონ ფილოლოგუსი წარმოშობით იყვნენ ლაზები, მეგრელები და იქიდან გამომდინარე, რადგანაც ესენი იყვნენ ორივე ეპისკოპოსად არჩეულნი, ყოველ შემთხვევაში ჩანს, რომ ახალი წეთაღრიცხვის 88 წელს უკვე ახალი წეთაღრიცხვის, ანუ პირველ საუკუნეში 88 წელს უკვე არჩეულია ფილოლოგუსი, ანუ პალმოსი ეპისკოპოსად სინოპისა. მისი ვაჟიშვილი პირველი საუკუნის დასასრულს, უფრო სწორად მეორე საუკუნის
პირველ ნახევარში იქნა არჩეული დაახლოებით 120 წელი ქრისტეს შობამდე შეიძლება უпростоრად 120 წელი ქრისტეს შობის აქით ანუ ახალი წელთაღრიცხვის 120 წელი ან 125 წელი ის ეპისკოპოსი იყო 138 წლამდე თუ შეიძლება სხვა მოსაზრებაც იყოს ამ შემთხვევაში წლებთან დაკავშირებით მარგიონ ფაზისელი დაიბადა 85 წელს და გარდაიცვალა სავარაუდოდ 160 წელს დაახლოებით 98 წელს მცირე აზიაში მან მსახურება დაიწყო როგორც იოანე მოციქულის მოწაფემ. დაახლოებით 115 წელს როგორც გითხარით იგი მღვდლად ეკურთხა და დაახლოებით 120 ან 125 წლების ფარგლებში ის აირჩიეს ეპისკოპოსად ფოთისა. ახალი წელთაღრიცხვის მეორე-მესამე საუკუნის მოღვაწეები წმინდა იუსტინიანე მოწამე იურისტი ტერტულიანი კართაგენელი წერდნენ რომ მარგიონი დაიბადა პონტოში ანუ შავი ზღვის სანაპიროში და სანაპიროზე ყოველ შემთხვევაში აქ მითითებულია ზემო მრავალი ბერძნული წყაროების მიხედვით ახალი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში ეპიფანე კვიპროსელი და წმინდა ფილასტრი უთითებდნენ რომ მარგიონი პონტოური წარმოშობის იყო და ცხოვრობდა ქალაქ სინოპში მოკლედ ეს დეტალები ჩვენ წინა გადაცემებში ვთქვით და აღარ გავიმეორებთ ახლა ამ შემთხვევაში ქართულ წიგნებში ძალიან დიდი ხნის წინ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით გავიხსენებთ არაქართულ წიგნს რუსულ წიგნი არის უსლარის 1891 წელს გამოცემულია და იქ წერს რომ მარგიონი კოლხი ფილოსოფოსი იყო აი პირდაპირ მითითება 1891 წელს შემდეგი 1910 წელს თამარაშვილი მიხეილი წერდა მარგიონ პონტოელი ფაზისის დასავლეთ საქართველოს უძველეს ქალაქის ეპისკოპოსი გახდა მარგიონ ფაზისელი ანუ იწოდება კოლხიდელად ან სინოპელად ყოველ შემთხვევაში ვიკიპედიაში როცა შევიხედავთ მარგიონ სინოპელით არის მოცემული ის გახდათ პალმოსის ძე ეს მასალები ყველაფერი არის ლათინურად დაწერილი მე მინდოდა გამეხსენებინა რიგი ქართული მასალა ანუ წიგნები რომელსაც ცოტა მოგვიანებით გაგაცნობთ ამ შემთხვევაში მე წარმოგიდგენთ 1874 წელს ინგლისურად გამოცემულ წიგნს რომლის ავტორი იყო ბარინგ გაულდი და ეხლა ამასთან დაკავშირებით ეს ცნობილი სპეციალისტი იყო საბინ ბარინგ გულდი რომელიც დაიბადა 1834 წელს და გარდაიცვალა 1924 წელს და მან დაწერა წიგნი და იქ არის მარგიონზე ნათქვამი ასეთი შემდეგი წინადადებები მარგიონი მეტისმეტად კეთილსინდისელი და გულწრფელი ადამიანი იყო სავარაუდოდ მან რომში თან ჩაიტანა ის სახარება რომელიც პონტოს სინოპში გამოიყენებოდა იმ ქალაქში სადაც ერთ-ერთი ცნობით მამამისი ეპისკოპოსი იყო თუ ფსევდო ჰიპოლიტესა და დოროთეოსის დავეყრდნობით წერს თვითონ სინოპის ეკლესიის პირველი ეპისკოპოსი იყო ფილოლოგუსი ანუ პალმოსი წმინდა პავლეს მეგობარი მოსალოდნელია რომ სინოპის ეკლესია როდესაც დაარსდა წმინდა პავლემ აი სიტყვასიტყვი წერს უზრუნველყო ქრისტეს ცხოვრებისა და სწავლების შესახებ ჩანაწერთა კრებულით მსგავსა და იმისა როგორც მან სხვა აზიურ ეკლესიებს მიაწოდა ეს კრებული უდავოდ შედგენილი იყო მისი მუდმივი თანამგზავრის ლუკას მიერ ამგვარად მარკიონის სახარება შესაძლოა ლუკას თავდაპირველი რედაქცია იყო თუმცა არსებობს საფუძვლიანი მიზეზები იმის დასაჯერებლად რომ ლუკას სახარებამ მნიშვნელოვანი რედაქციული ცვლილებები განიცადა და სავარაუდოდ მეორე რედაქციაც გაიარა რომელშიც თავად მახარობელმა არსებითი დამატებები შეიტანა სანამ ის საბოლოოდ მიიღებდა იმ სახეს როგორც დღეს კანონიკური ლუკას სახარება დააცნობილი ანუ მარკიონის სახარების რედაქტორი გახდათ ყოველ შემთხვევაში ახლა ამაზე გესაუბრებით საერთოდ ინფორმაცია კიდე ბევსევ კესარიელს აქვს განმარტება პალმასი ანუ ფილოლოგუსთან დაკავშირებით მარკიონის მამასთან დაკავშირებით რომ ის იყო პონტოს ეპისკოპოსთა კრების უფროსი ანუ ეპისკოპოსების უფროსი ასე რომ ვთქვათ 1853 წელს პლატონ იოსელიანი წერდა სიტყვასიტყვით არის ასეთი ციტატა აღებული იქიდან კოლხეთის ეკლესიაში გამოჩნდნენ კოლხეთის მკვიდრნი
პონტოს ეპისკოპოსი პალმასი პალმოსი და მისი ვაჟი ერეტიკოსი მარკიონი. ყოველ შემთხვევაში მისი შეხედულებები, რომელიც მასთან იყო, ეს რელიგიური, თეოლოგიური ის არის, ჩვენ ახლა ამას არ ვეხებით. 1866 წელს უცხოეთში სოლომონ მალანი წერდა კოლხეთის ეკლესიაში გამოჩნდა პალმი, რომელიც იყო კოლხი და პონტოს ეპისკოპოსი. მან ვაჟთან მარკიონთან ერთად, მის ვაჟთან მარკიონთან ერთად ეს დაწერილია ინგლისურად და გამოქვეყნებულია წიგნი, როგორც გითხარით, 1866 წელს. 1871 წელს მიხეილ საბინინი ახსენებდა, რომ კოლხი მარკიონი წარმოშობით იყო მეგრელი, სინოპელი ეპისკოპოსის პალმოსის ვაჟი. იქვე აღნიშნავდა, რომ მარკიონის მოსაზრებებს ადრეული ხანის ქრისტიანულ სამყაროში დიდ ვნებათა ხელვა მოყოლია. 1900 წელს პოლივექტოს კარბელაშვილი წერდა, პალმოსი შთამომავლობით იყო ქართველი, მისი შვილი მარკიონი ეპისკოპოსი ფაზისისა, გურია სამეგრელოისა. აი ეს არის მოცემული. ამის გარდა 1906 წელს ჯანაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში, განსაკუთრებით სამეგრელოში და გურიაში პირველ საუკუნეშივე მიიღეს ქრისტიანობა. მეორე საუკუნეში პონტოში მოღვაწეობდა კოლხი მარკიონი, ძე პონტოს ეპისკოპოსის პალმისა, რომელმაც თავისი შვილი შეაჩვენა ურწმუნოებისათვის. ყოველ შემთხვევაში მას მარკიონს ჰქონდა მოსაზრება, როგორც ეპისკოპოსს, ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის განსხვავებასთან და ამის გამო იყო რიგი თემებთან დაკავშირებით ჯელობები. ახლა გავიხსენებთ წმინდა ღვთელ მოწამე კირიონ მეორის ციტატას. 1910 წელს მარკიონის მამამ კოლხეთის ეპისკოპოსი პალმი იყო, მარკიონის მამა მეორე საუკუნეში. რიგ საკითხებზე მარკიონ კოლხიდელი იყო ფაზისის ეპისკოპოსი, ამას წერს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე გვაძლევს თავის წიგნში ცხრილს საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესიის მეთაურები, მოციქულებიდან დღემდე. პირველი ასეთია დასახელებული ისტორიული საქართველოს მიწა-წყალზე მოღვაწე წმინდა მოციქულები, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დამაარსებელი პირველი საუკუნეების 30-50-იან წლებში. ეს დავიმახსოვროთ ქართველებო. წმინდა მოციქული სიმონ კანანელი პირველი საუკუნეში, წმინდა მოციქული მატათა, წმინდა მოციქული ბართლომე, წმინდა მოციქული თადეოსი პირველ საუკუნეში. პირველი იარაქები საქართველოს ერთიანი ეკლესიის ჩამოყალიბებამდე იყვნენ შემდეგი: წმინდა მოციქული ანდრიას მიერ დადგენილი იქნა პირველი მაწვერელი ეპისკოპოსი. აი ეს ყოველ შემთხვევაში სახელი არ ვიცით, მაგრამ ეს გადმოცემით საეკლესიო ისტორიაში არის. პალმოსი, რომელზეც გესაუბრებოდით, პონტოელი ეპისკოპოსი პირველ საუკუნეში და მარკიონი კოლხიდელი, ფაზისელი ეპისკოპოსი 128 წლამდე ფოთის ხელმძღვანელი და აქ ჩამონათვალია კიდევ შემდეგი. ძვირფასო ტელემაყურებლებო, როგორც ჩანს, სინოპი ეს გახდა მნიშვნელოვანი საეკლესიო ცენტრი, სადაც წმინდა პავლემ ჩამოიტანა თავისი რედაქტირებული ნაშრომი და ამ ნაშრომის შემდეგი რედაქტირება დაიწყო სინოპში. ანუ ეს გააკეთა, როგორც ჩანს, წინა წარმოდგენილი მასალების მიხედვით პალმოსმა და მოგვიანებით მისმა ვაჟიშვილმა მარკიონმა. ახლა უკვე ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ ის აზრი, რომ სავარაუდო აზრი, რომ ქართველები ახალი აღთქმის რედაქტირებაში დიდ როლს თამაშობდნენ და ეს ნაწილი განსაკუთრებით, რომელიც ახალი აღთქმის შემდეგი წიგნებია, ლუკას სახარება და პავლე მოციქულის 10 წიგნი არის რედაქტირებული პალმაში, სინოპსა და ფოთში, ფაზისში. აი ეს როლი ჩვენ უნდა ვიცოდეთ. ყოველ შემთხვევაში ეს ვარაუდი იმ წიგნებიდან ჩანს. ახლა მე რამდენიმე წიგნს წარმოგიდგენთ
რომელიც ვატიკანშია დაცული, სადაც რა არის წარმოდგენილი. ზოგიერთი მკვლევარი სამეცნიერო დარგში მიიჩნევენ, რომ პალმასი იყო წმინდა ფილოლოგუსი, რომელიც ქრისტეს 70 მოსწავლეთა შორის ერთ-ერთი გახდათ. აი 70 მოსწავლე დასახელებულია ლუკას სახარების მეათე თავის პირველ ქვემუხში. ახალი აღთქმის კონკრეტულად რომაელთა 16-ის მე-15 ქვემუხში წერია და სხვა მრავალი წმინდანი სევდო იპოლიტე რომაელისა და დორეთეოსის მიხედვით წმინდა ფილოლოგუსი იყო წმინდა პავლეს ახლო მეგობარი და სინობის პირველი ეპისკოპოსი, რომელიც წმინდა ანდრია პირველ წოდებულმა დაადგინა. ყოველ შემთხვევაში ეს მასალები წერია 1874 წელს ინგლისში გამოცემულ წიგნში, 1895 წელს ამერიკაში გამოცემულ წიგნში და ასევე რუსეთში გამოცემულია 2010 წელს. ეხლა მე შევეხები პალმოსთან დაკავშირებით, პალმოსის არსებობს წმინდა სახე ყოველ შემთხვევაში მინიატურის სახით წარმოდგენილი, რომელიც შექმნილია ბიზანტიის იმპერატორის ბასილ მეორის ბრძანებით მენოლოგიის მინიატურაა, სადაც წარმოდგენილია პატრობულუსი, ჰერმასი, ლინუსი, კაიუსი და ფილოლოგუსი. ანუ ფილოლოგუსი, როგორც თქვით, არის პალმოსი, ანუ მარკიონის მამა. ეს არის მე-10 საუკუნეში შექმნილი ეს წიგნი და 458 გვერდიანია. ამ წიგნის ხელნაწერი სახით კიდევ ახალია შექმნილი 1613 წელს და ეს ვატიკანში არის შენახული. ამ წიგნიდან მინდა წაკითხოთ ციტატა, რომელიც არის 1613 წლის გამოცემაში, მაგრამ ადრეული გამოცემა, რომელიც არსებობს მე-10 საუკუნისა, მისი უფრო განახლებული ვარიანტია 1613 წლისას და აი აქედან წავიკითხავთ ახლა ციტატას, ორ ენაზე წერია ლათინურად და ბერძნულად. ქართულად ასე ჟღერს, რომ ჩვენ თარგმნეთ. ყოველივე ესენი, რომელიც დავასახელეთ, ვიზია საუბარი. ეს არის პატრობულუსი, ჰერმასი, ლინუსი, კაიუსი, ფილოლოგუსი. ხუთივე არის წმინდა მამა, წმინდა შარავადედით მოსილი ამ მინიატურაში და ამ ხუთ წმინდაზე საუბრობს ამ ადგილას ავტორი. ყოველივე ესენი იყვნენ მოციქული 70-თა მოწაფეთაგან. ჭეშმარიტად პატრობულუსი, რომელსაც დიდი პავლე თავის ეპისტოლებში ახსენებს, პუტოელოელთა ეპისკოპოსი გახდა და მრავალი ქრისტესმენისკენ მოაქცია და მონათლა. ჰერმასი კი, რომელსაც პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ახსენებს, ფილიპოპოლის ეპისკოპოსი იყო, ლინუსი კი წმინდა მოციქული პეტრეს შემდეგ დიდი რომის ეპისკოპოსი გახდა. კაიუსი ჭეშმარიტად, რომელსაც იგივე მოციქული ახსენებს, წმინდა ტიმოთეეს შემდეგ ეფესელთა ეპისკოპოსად გამოცხადდა. ბოლოს კი ფილოლოგუსი, რომლის სენებასაც იგივე მოციქული ახსენებს. ეს ციტატა, იქიდან ვკითხულობთ, რომლის თარგმანია ახლა ქართულად. ესე იგი, ბოლოს კი ფილოლოგუსი, რომლის სენებასაც იგივე მოციქული ახსენებს, წმინდა ანდრიას მიერ სინოპელთა ეპისკოპოსად დაისახა. ანუ ხელდასხმა მოხდა, შეიქმნა, რომელიც ყველა მოციქულთა შორის პირველად იქნა მოწოდებული. ამრიგად ამ ქალაქებში ეპისკოპოსობას ასრულებდნენ მრავალი უსიამოვნება და წამება გაუძლო ღვთის სიტყვის გულისათვის ამ წმინდა მამებმა, მრავალ ხას ასავლიდნენ და ქრისტესკენ იზიდავდნენ, ამგვარად გარდაიცვალნენ. საერთოდ წმინდა პავლე წერს, როგორც თქვით, რომაელთა 16-15-ში, ეს წავიკითხოთ ეს ციტატა, ქართული თანამედროვე ქართული წავიკითხავ, მომიკითხეთ ფილოლოგუსი და იულია, ნერეასი და მისი და, ოლიმპასი და მათთან ერთად ყველა წმინდა. ძველ ქართულად ასეთია, კითხვაია არქვთ ფილოლოგეს და იულიას, ნერეას და დასა მისა და ოლიმპას
და მათთანათა მათ ყოველთა წმინდათა. ყოველ შემთხვევაში მრავალი ავტორი ლაპარაკობს, რომ ადრეულ გამოცემულ წიგნებში ევროპაში ეს გამოცემული 1874 წელს და იქ არის ნახსენები ასეთი ინფორმაცია, რომ ფილოლოგუსის შემდეგ ნახსენების სახელი იულია, ალბათ მისი მეუღლის სახელია. ყოველ შემთხვევაში თუ ეს ასე არის, მარგიონის მამას ქვია ფილოლოგუსი ან პალმოსი, ხოლო დედას იულია, რომლებიც არიან წმინდანად გამოცხადებული, წმინდა ადამიანები. აი ეს მასალა უნდა მოხდეს შესაბამის სასკოლო წიგნებში და ყოველ შემთხვევაში ჩანს, რომ ქართველებს ახალი აქტის რედაქტირებაში ამ პირების სახით დიდი როლი აქვს შესრულებული. ფაქტობრივად ლუკას სახარება და პავლეს 10 წიგნის რედაქტირება ჩვენი მოსაზრებებით არა, მრავალი მკვლევრის, რომელიც გასული საუკუნის არა, მე-19 საუკუნეში დაწერილი წიგნების და ადრეულ პერიოდში დაწერილი წიგნების მიხედვით ეს რედაქტირება მოხდა სინოპში და ფაზიში. წმინდა დოროთო ტვირელის, წმინდა ეპიფანე კვიპრელისა და წმინდა ევსებიუს იერონიმუსის ცნობების მიხედვით ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნის 30-50 წლებში ქრისტეს მოციქულმა წმინდა ანდრია პირველწოდებულმა მისი სავარაუდო ცხოვრების პერიოდი ახალ ძველ წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნეშია დაბადებული და სავარაუდოდ ახალი წელთაღრიცხვის 60-70 წლებშია გარდაცვლილი, თუმცა ეს შეიძლება 80-იც იყოს, დაზუსტებით არ არის ინფორმაცია. აი სწორი წმინდა ანდრია პირველწოდებულმა ქრისტიანობა იქადაგა საქართველოში, კერძოდ დინარე ფაზიში, სებასტოპოლიში, დღევანდელ ცხუმში, აი ცხუმს აფხაზეთს სოხუმს დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანობის გავრცელებაში და საერთოდ სტრატეგიული მნიშვნელობით უნივერსიტეტები ამიტომ უნდა შენარჩუნდეს აბსორავსა ეს გონიო და სხვა ადგილებში. ჩვენ ეს ყველაფერი დოკუმენტურად ბერძნულად დაწერილი ტექსტები გვაქვს ჩამოტანილი ძვირფასო ქართველობო, ჩვენ არ ვაკეთებთ არაფერ მასალის რაღაცნაირად ზედმეტად გაფორმებას, ეს არის წერილობით წყაროებში მოცემული. ფოთი, ქალაქი ფოთი ნახსენებია მრავალ ძველ წიგნებში, განსაკუთრებით სირიელთა შორის არსებულ ერთუჩეულო გადმოცემაში. ეს გადმოცემა წერია მე-12 საუკუნის მოღვაწის მიქაელ ასურელის ქრონიკებში. და ეს 1721 წლის ნომერ 90 სომხურ ენაზე თარგმნილ ხელნაწერში მოხდა, რომელიც ამჟამად პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება. ეს ერთი ხელნაწერი, ხოლო მეორე ხელნაწერი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტში. ქალაქ ფოთი ასევე დასტურდება 1868 წელს ფრანგულ ენაზე გამოცემულ მიქაელის ქრონიკებში, რომელიც აღნიშნული სირიული ხელნაწერის 1246 ან 1248 წლის სომხური თარგმანია. აი ამაში არის აღნიშნული ის ინფორმაცია, რასაც ახლა წავიკითხა. წმინდა ეფრემი ამბობს, წმინდა ეფრემი ასურელი ეს ცხოვრობდა 306-373 წლებში. ანუ აი ეს წყარო ამბობს, რომ წმინდა ეფრემი ამბობს ამასო. ანუ ფაქტობრივად მე-4 საუკუნის ინფორმაცია გვაქვს. რას ამბობს წმინდა ეფრემი? რომ მეორე ასისტამმა ლაზმა უფლის სამოსის თავისი წილი მიტანა თავის ქალაქ ფუთში, ანუ ფოთში, ეგერთა ეგრისის დედაქალაქში. ეს მასალები გამოიკვლია მრავალმა მეცნიერმა, განსაკუთრებით დავასახელებდი საერთოდ ნიკო მარს, მარი ბროსეს, სანამ ამას ვიტყოდით, ამ ციტატასთან დაკავშირებით წავიკითხავთ ახალი აქტიდან, იოანეს სახარებიდან, სხვათა შორის სხვა სახარებებშიც არის ეს მოცემული, რიგი ნაწილი ფსალმუნში არის ასახული და მარკოზის სახარებაში და მათეს სახარებაშიც. მაგრამ ამ შემთხვევაში მოკლედ წავიკითხავთ იოანეს სახარება მე-19-23-24-ში რა წერია. ჯარისკაცმა, რომლემაც ჯვარსაცვეს იესო, აიღეს მისი სამოსი და 4 ნაწილად გაჰყვეს. თვითეულ ჯარისკაცს თავისი წილი ერგო, აგრეთვე კვართი, ხოლო კვართი ნაკერი კი არ იყო, არამედ თავიდან ბოლომდე ნაკსოვი და ერთმანეთს უთხრეს, ნუ დავხერთ ამას, არამედ წილი ვყრათ. მასე, ნახოთ ვის შეხვდებაო, რათა აღსრულდეს წერილი, რომელიც ამბობს,
გაიყვეს ჩემი სამოსი ერთმანეთს შორის და ჩემს კვარზე იყარეს წილი. ეს ბოლო ნაწილი აღებულია ფსალმუნის 21-19-დან. ფსალმუნის 21-19-ში წერია ასეთი: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვარცას ჩემსას ზედა განიგდეს წილი. როგორ ჩანს, ანუ ეს წერილობითი წყარო თავსებადია ახალი აქტის ინფორმაციასთან, ანუ კვართი ერგო თავად ამ ასისტავს, რომელსაც მსჯელობს მარი ბროსე და ნიკო მარი, წარმოშობით იყო ქართველი, სავარაუდოდ ან ფოთში, ან ქუთაისში დაბადებული, ყოველ შემთხვევაში მარი ბროსე წეს ქუთაისში დაბადებული, რომელიც თუმცა ეს შემდეგი ნაწილი ახლა რომელსაც ვიტყვით, ეს არ არის დადასტურებული არც წყაროში არა, მაგრამ ალბათ გადმოსახლდა რაღაც პერიოდის შემდეგ ეს კაცი ქუთაისიდან ცხეთაში, სოფელ კარსანში და აემტომ ლონგინოს კარსნელი არის ასეთი სახელით სავარაუდოდ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამხედრო პირი გახდათ პონტოელი პილატეს ჯარისკაცებში ასეულში და ის იყო სწორედ და ეს კაცია წმინდანად გამოცხადებული წმინდა ლონგინოსი. მან აღიარა უფალი და ამ წერილობით წყაროების მიხედვით როგორც ჩანს, ბევრი წერილობით წყარო არ არსებობს ამ ადამიანთან დაკავშირებით, არც დაბადება, არც არაფერი ვიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიცდეული იყო აქამდე, რომ ლონგინოზი იყო ებრაული წარმოშობის და ქართული წერილობით წყაროებში შეიძლება ეს აღნიშნული ყოფილიყო ასეთი სახით, იმიტომ რომ ქართველი კაცი შეიძლება ყოფილიყო ცხეთაში დაუშვათ მაზიარებელი ან ებრაული რელიგიისა, მაგრამ წარმოშობით ის ნამდვილად ქართველი იყო, ამის თქვა შეგვიძლიათ. ამის შემდეგ მან ქრისტიანობა მიიღო და იქადაგა ყოველ შემთხვევაში ის ჩავიდა თავის ადგილებში, თავის საიდანაც იყო და ამიტომ ჩამოაბრძანა უფლის კვართი და ეს უფლის კვართი შემდეგ როგორც ჩანს ჩამოაბრძანეს ცხეთაში. აი ეს ისტორია ასია ისია ჩვენ არ ვიცით, ყოველ შემთხვევაში წერილობით წყაროები ამას წერს და ანალიზის შესაბამისად უნდა გაკეთდეს. საქართველოს ისტორიაში ასე მარი ბროსეს გარდა მრავალი სხვა მეცნიერიც აღნიშნავს და ამას ახლა მარი ბროსე თქვით ნიკო მარ სპეციალური წიგნი აქვს დაწერილი და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ. ყოველ შემთხვევაში რიგი ფაქტების გასწორება ასე მარტივად ვერ ხერხდება. აქ ძალიან ბევრი ისტორიული წყაროს გადახარისხება გვიწევს და ცალსახად ყველაფრის ერთმხრივად წარმოჩენა ძალიან ძნელია, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ ქართველებმა ქრისტიანობა პირველ საუკუნეში მიიღეს და ეპისკოპოსი ყავდა ორი და ეს თუ არ აღნიშნეთ და მარტო საეკლესიო ისტორიაში იყოს ეს აღნიშნული, ეს არ არის კარგი, იმიტომ რომ საქართველოს ბევრ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ქრისტიანობის 300 წლის დაკარგვაც ხდება. რა ვქნათ ახლა ოფიციალურად თუ სამეფო კარმა არ მიიღო რომის იმპერიამ სანამ არ დაიწყო თავისი ქრისტიანობაში ჩამოყალიბება 325 წლამდე, იქამდე ჩვენ არ უნდა ვთქვათ ეს მოსაზრებები. 301 წელს ამბობს სომხეთი და მათ აქვთ ეს თავიანთ წერილობით წყაროების მიხედვით გაანალიზებული და 301 წელს ისინი როგორც სახელმწიფო რელიგიით გამოცხადებას ასე აღნიშნავენ და ჩვენ რადგანაც ეს დოკუმენტები რა თქმა უნდა ეს ასე მარტივად არ გადაწყვეტ თავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჰიპოთეზის დონეზე ან რაღაც მოსაზრების სახით უნდა იყოს აღნიშნული. არ შეიძლება ეს რამე ალტერნატიული შეხედულება რაღაცასთან დაკავშირებით თუ არ იქნება, მარტო ერთი წყარო იქნება წარმოჩენილი და მეორე არა, ეს არ გვარგებს და იმიტომ ჩვენი ისტორიის რაღაც ნაწილი დავკარგეთ. თუ ჩვენ უარს ვიტყვით ამაზე, პირველ რიგში მარგიონი გახდება ბერძენი და სხვათა შორის ასე არის წარმოდგენილი ბევრ სამეცნიერო ნაშრომებში ევროპაში გამოცემული. იმიტომ რომ ჩვენ ამას არ ვამბობთ, ჩვენ შესაბამისად ვერ ვამტკიცებთ, ვერ ვალაგებთ ამ ინფორმაციას იმ სამეცნიერო წრეებში, რაც უცხოეთშია და საქართველოს ტერიტორიაზე ასევე სხვაგან. მარგიონი და მამამისი პალმოსი წარმოდგენილია, თუმცა ამას არ ამბობენ ასე პირდაპირ, მაგრამ სადღაც თურქეთში, სინოპში დაიბადა ეს ადამიანი, მაგრამ კაციშვილმა არ იცის, რომ ის წარმოშობით არის ქართველი, ლაზი, მეგრელი, რომელიც ამ ძველ წიგნებში წერია, როგორც ბერძნულში, ისევე რუსულ წიგნებში და ასევე
საკმაოდ კარგად წარმოგიდგინეთ ქართულ წიგნებში. ეს ხო არ არის ერთ პერიოდში დაწერილი, სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მეცნიერის მიერ არის და ავტორების მიერ დაწერილი და თუ ამას არ გავითვალისწინებთ, ახლა გუშინდელი ამბავი დღესაც არ არის კარგად გარკვეული, რაღაცა ხდება ქვეყანაში და სხვადასხვა ინტერპრეტაციები ხდება, ჩვენ თვალწინ ხდება და აქ როცა ასეთი წერილობითი წყარო გვაქვს, უნდა გავიაზროთ ეს სათანადო და უნდა აღვიქვათ, რომ ამას პატრონობა ჭირდება. მეორე, თუ ჩვენ კიდევ უარს ვიტყვით რიგ პელაზგურ კულტურაზე, მაშინ აუცილებლად პითაგორა, როგორც წარმოდგენილია ყველა ლექსიკონებში, იმებში, წიგნებში, პითაგორაც კიდევ ბერძნად არის ჩაწერილი. ამის შეცვლა ძალიან ძნელია, მაგრამ როცა მის შესახებ დაწერილი წიგნებში პითაგორა პელაზგად ანახსენებით. თუ პელაზგი ქართველია და ეს წერილობითი წყაროები ჩვენ წინათ წარმოგიდგინეთ, მაშინ გამოდის, რომ ის ჩვენი წინაპარი არის და ამას პატრონობა ჭირდება. ქართული მეცნიერების დასაწყისად შეიძლება ავიღოთ პითაგორა, იმიტომ რომ წარმოშობით თუ ეს კაცი პელაზგია და თუ ეს კაცი ქართველური ტომების წარმომადგენელია, მაშინ აქედან უნდა ავთვალოთ. ეხლა ეს რამდენად რეალისტურია, რამდენად არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ფაქტობრივად რომ ვიცოდეთ, ამით ხო არ დავზარალდებით, პირიქით ცოდნა უფრო მეტი მოგემატება. და ქართული სახელმწიფოებრიობაზე, რაც ვისაუბრეთ ჩვენ წინა გადაცემაში, ესეც უნდა იყოს გათვალისწინებული. აი ამიტომა საჭირო მეცნიერების განვითარება, ამიტომა მაღალი დონის სამეცნიერო წრეების ხელშეწყობა, უნდა დაფინანსდეს კონკრეტულად მეცნიერი ის, რომელიც შედეგს გამოიტანს და თუ არა ისეთი, რომელიც მეცნიერებაში შედეგს არ გვაძლევს, გამოყენებითია ყველაფერი მეცნიერებაში, თუ შედეგზე არ გადის, ამ საკითხების დაფინანსება აღარ გჭირდება. ამიტომ უნდა გავანალიზოთ, რომ მეცნიერებას ხარდაჭერა ჭირდება იმ კუთხით, რომ დიფერენცირება მოვახდინოთ, ვის აქვს სამეცნიერო დარგში პროდუქტიული ნაშრომები. ვინ არის ის მეცნიერი, რომელიც შედარებით მაღალი ციტირებისაა. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო მიდგომა იმისთვის, რომ ჩვენ გავიგოთ რა არის ჩვენი წარსულის ისტორიის სწორად წარმოჩინება. ყოველ შემთხვევაში ამის გარდა ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ, რომ ეს გზა გრძელდება. ყოველ შემთხვევაში მარკიონის შემდეგ ძალიან დიდი დრო გადის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 692 წლებში ნამდვილად ვიცით თეოდორე ფაზისელი, ეპისკოპოსი, რომელიც ტრულის საეკლესიო კრების კანონების დოკუმენტს ხელი მოაწერა. ეს დოკუმენტი არსებობს, გამოცემულია ვატიკანში, გამოცემულია ევროპულ სამეცნიერო წრეებში, ეს წიგნი არის აქტა 1714 წელს, მესამე ტომში. გამოცემული უნდა იყოს ქართულად ეს მასალებიც. და რასაც ბერძნულად და ლათინურად წერია. ქართული თარგმანი ასეთია. თეოდორე უღისმან ეპისკოპოსმან ფასოისამან, ანუ ფაზისისა, ფოთისა, ქვეყანასა შინა მეგრელთასა განსაზღვრენ და წარწერენ. აი ეს არის ამ ტექსტის ქართული თარგმანი. შემდეგი ქრისტეფორე ფაზისელი ეპისკოპოსი. დაგვირდით მარკიონ ფაზისელი და ასეთი ტიტულატურა შემდეგშიც გრძელდება, როცა ოფიციალური გახდა ქრისტიანობა. ანუ ქრისტეფორე ფაზისელი ეპისკოპოსი ფაზისისა, რომელმაც 787 წლის ნიკეის მეორე მართლმადიდებელთათვის მეშვიდე საეკლესიო კრების დოკუმენტს ხელი მოაწერა. ეს დოკუმენტი გამოცემულია ევროპაში. ანუ მეცნიერული თვალსაზრისით ევროპაში ეს დოკუმენტები ქვეყნდება, ამერიკაში ქვეყნდება და საქართველოში მარტო ეკლესია ამას ვერ უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შრომა აქვს ჩატარებული ჩვენს ქართულ ეკლესიას, მეუფე ანანია ჯაფარიძეს უზარმაზარი წიგნები და შრომები აქვს დადებული ამ ხრივ, მაგრამ ეს უნდა აისახოს საერო სასწავლებლებში. მარტო არ უნდა იყოს, თუ ჩვენ გვაქვს ტოლვა იმისა, რომ ქართული სახელმწიფო არის ქრისტიანობა. მაშინ არ ვთქვათ ქრისტიანები ვართ, კაცო.
უნდა აღნიშნოთ ეს შესაბამისად უნდა ითქვას ეს სკოლის სახელმძღვანელოში შესაბამისად მოცემული სტუდენტისთვის ასევე უნდა იყოს ეს წარმოდგენილი. საერთოდ მე მიმაჩნია მათემატიკოსებმა, ეკონომისტებმაც ქართული ენა და ისტორია უნდა ისწავლონ. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. ახლა მინდოდა მე მეთქვა ის რაც საფუძველზე ვართ ჩვენ, იმ საფუძვლით გვექნება შედეგი. მაგალითად ამას ამბობს მათე 7-17 პუნქტში. მათივე ნაყოფით იცნობთ. კარგი ხე კარგ ნაყოფს ისხამს, ხოლო ცუდი ხე უვარგის ნაყოფს. წარმოიდგინეთ ახლა ეს წარმოვიდგინოთ იმ დრო თუ მაღალი ნანგის მეცნიერი ქმნის ნაყოფიერ პროდუქტს სამეცნიეროს ის კარგი შედეგის მომტანია. თუ არა და უშედეგოა და ამიტომ ჩვენ როგორც გვინდა ისე კი არ უნდა მოვაწყოთ ეს სისტემები ან ჩვენს პირად პოზიციებიდან გამომდინარე არამედ უნდა შევხედოთ ობიექტურად სადაც არის განვითარებული დარგი მიმართულება სპეციალობა იმას უნდა შევუწყოთ ხელი. თუ არ არის სპეციალობაში მაღალი რანგის მეცნიერი, მოქმედი მეცნიერი, ეს არის ის მეცნიერი, რომელსაც აქვს ციტირების ინდექსი მაღალი, ყავს დოქტორანტები, ასპირანტები, ყოველ შემთხვევაში დოქტორანტები, რომლებიც მონაწილეობენ კვლევაში, ასევე არის მისი ნიშნულოვანი წვლილი სააკადემიური განვითარებაში, საერთაშორისო ურთიერთობებში და ბევრი რიგი საკითხით, არ არის ის მეცნიერი, რომელიც დისერტაციას დაიცავს მხოლოდ და მერე მიატოვებს სამეცნიერო მოღვაწეობას. აკადემიური მარტო მუშაობა არ არის ეს მეცნიერება. შეიძლება ლექცია საჯაროდ წაიკითხოს ან სტუდენტებს წაუკითხონ, მაგრამ მეცნიერული განვითარება არ მოდის. სწორედ მეცნიერება და სწავლება ერთად უნდა შეერწყას. ეს არის მის მაგალითი იყო ფაზისის აკადემია. ესეთი სახი დაარსა მარგიონ ფაზისელმა, რომ პრაქტიკული გამოყენებითი სწავლება ყოფილიყო ბიბლიისა და ფილოსოფიისა. აქვე ჩანს რომ რიგი წყაროების მიხედვით რომ ამ აკადემიაში ისწავლებოდა მათემატიკა, ალბათ ეკონომიკა და ალბათ მედიცინაც. თუმცა ამისი პირდაპირ წყაროები არ აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ჩანს იმ რომ მარგიონს ეს განათლება ჰქონდა. აი ამ განათლებამ შექმნა ქრისტიანობაში ახალი აღთქმა. ახალი აღთქმის შექმნის ერთ-ერთი ვარაუდი, რომელიც დაიწერა სინოპსა და ფაზისში, ამის მაჩვენებელია ფაზის აკადემიის დამფუძნებელი მარგიონ ფაზისელი. მარგიონ ფაზისელის ისტორია ეს. თუმცა მისი ნაწერები არ შემოინახა დროებამ, მაგრამ მას ჰქონდა რიგი მოსაზრებები საერთოდ ქრისტიანობის საეკლესიო სისტემის მართვისა და ესე იგი როგორი სტრუქტურის უნდა ყოფილიყო ინსტიტუციურად. აი სწორედ ამ შეხედულების გამო ის გამოცხადდა 154 წელს ერეტიკოსად. მას სხვა შეხედულება ჰქონდა განსხვავებული იმისა, რომ ახალი აღთქმა განსხვავებულია ძველი აღთქმისგან. ამას ამბობდა რამდენად ისტორია ჩვენ არ შეგვიძლია თეოლოგიურ თვალსაზრისით, მაგრამ ის ამბობდა უფალი იესო ქრისტე არის სიყვარულის ღმერთი, ხოლო ძველი აღთქმის ღმერთი ძალიან არის სამართლიანი და დამსჯელიც. ყოველ შემთხვევაში ეს რამდენად არგუმენტია, მე არ ვიცი ახლა მარგიონ ფაზისეს რა არგუმენტები ჰქონდა მისი შესახებ, წიგნები დაწერილია მე-3-4 საუკუნეში, მაგალითად კართაგენელის ტერტულიანე კართაგენელის მიერ და სხვების მიერ, წმინდა მამების მიერ ეს თეოლოგიური წმინდა ჯაბაასია და ამაში ჩვენ არ შევიჭრებით, მაგრამ როგორც ისტორია ჩვენ ეს გვჭირდება, ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ როგორც საქართველოს ძლიერი ქვეყნის წარმოჩინებისთვის, რომ საქართველოს დიდი როლი აქვს შესრულებული როგორც მეცნიერების განვითარებაში და განსაკუთრებით ქრისტიანული მიმართულებით. თუ ესაც ჩვენ დღეს მოგახსენეთ, ყველაფერი რეალობასთანაა დაკავშირებული, მაშინ ჩვენ გვაქვს რიგი მასალებთან მნიშვნელოვანი საფუძველი, რომ თქვათ, რომ საქართველოს როლი განუსაზღვრელია და ამ როლის წარმოჩინებაში შესაბამისად უნდა იყოთ ჩვენ მზად ქართველები. ნუ ყოველ შემთხვევაში, როგორც ვიტყვით, სამეცნიერო მიმართულებით ეს არის პირველი რომ ქართული ქრისტიანობა, რომელიც სავარაუდოდ 50 წლიდან თუ უფრო უკანასკნელად შეიძლება მცირედ შევთვალოთ, ან 80 წლიდან ახალი წელს აღრიცხვით
ნამდვილად არსებობს, იმიტომ რომ ამ პერიოდში შეიძლება ცოტა ადრე 70 წელს ან 65 წელს ყოფილიყო, იმიტომ რომ პავლე მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ცხოვრებები არის დაკავშირებული, ანუ მათი კომუნიკაცია უშუალოდ ხდება მარგიონის მამისა და მამა პალმოსისა და პავლე მოციქულისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულისთან კომუნიკაცია ხდება, ამიტომ ეს პერიოდი ან შეიძლება 70-ია, ან 80 წელი ახალი წეთაღრიცხვის. ამ შემთხვევაში თუ ეს ასე არის, ახალი წეთაღრიცხვის 80 ავიღოთ, ჩვენ გვყავს ეპისკოპოსი პალმოსის სახით, ფილოლოგოსის სახით, რომელიც მოხსენებულია ახალ აღთქმაში რომაელთა 16-ის 15 ბუხში. შეგიძლიათ ჩაიხედოთ. აი ეს შემდეგ რომელიც ჩანს შემდეგ რა ხდება, შემდეგ ჩამოიტანა რაღაც ნაწილი პავლემ ახალი აღთქმის წიგნებიდან, რომელიც რედაქტირება მოხდა, როგორც ვთქვით, სინოპში და ფოჩი და ეს ჯერ დაიწყო მარგიონის მამამ პალმოსმა ფილოლოგოსმა და შემდეგში უკვე გააგრძელა მარგიონ ფაზისერმა. რატომ? იმიტომ რომ ეს ოჯახი ძალიან შეძლებული ოჯახი იყო, ჩვენ ამაზე წინათ ადრე გესაუბრებოდით, ისინი რამდენიმე საზღვაო გემების ფლობელი იყვნენ და ეკონომიკურად ძლიერი იყვნენ, წიგნის გამოცემას, წიგნის გადაწერას, ყოველ შემთხვევაში გამოცემას იგულისხმობთ, რომ ხელნაწერის სახით გაკეთდეს, რედაქტირება მოხდეს, დიდ ფინანსურ საქმესთან იყო დაკავშირებული, საერთოდ წიგნის შექმნა მაშინ დაკავშირებული იყო ხელნაწერები, რომ გაკეთებული იყო ეს ქაღალდი ხო არ იყო ასეთი სახით, არამედ ეს პერგამენტია და სხვადასხვა მასალაზე იწერებოდა. ეს ასე თუ ისე ცნობილია ჩვენთვის. აი ეს როლი უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენ. ანუ ჩვენ ახალი წეთაღრიცხვის 80 წლიდან ეპისკოპოსი ყავს და ქართული ქრისტიანობა სახელმწიფოებრივი განსაზღვრებით 2000 წელს უახლოვდება დაახლოებით. აი ეს უნდა აღვინიშნოთ ჩვენ სახელმწიფოებრივისთან დაკავშირებით ეს 1700 წელი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ აქვე უნდა ითქვას ეს ინფორმაციაც, რომ მინიმუმ 1700 წელია, მაგრამ უფრო არის დაახლოებით 2000 წელი. და ამ პიროვნებების მარკიონისა და მამამისის ფილოლოგოსის დიდი როლი აქვს სწორედ ქართული ქრისტიანობის ჩამოყალიბებაში. რა თქმა უნდა, ეს დასავლეთში მოხდა, შავიზღვისპირეთში, ეს იმიტომ რომ შავიზღვისპირეთი განსაკუთრებით იყო მნიშვნელოვანი გზები ქრისტიანობის გავრცელებისთვის და თქვენ მოგეხსენებათ როგორ მოძრაობდა რამდენჯერმე მოგზაურა ანდრია პირველწოდებულმა და სხვა მოციქულებმა. ჩვენ არ ვაბობთ ახლა მე-4 საუკუნის ამ საკითხებთან დაკავშირებით, ასე თუ ისე წმინდა ნინოსთან დაკავშირებით ცნობილია, მაგრამ ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. მოკლედ გამოდის, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა, რომ შევაჯამოთ რამდენიმე წინა გადაცემიდან, არის 4000 წლის, ქართული მეცნიერება თუ პითაგორადან ავთვლით 2500 წელი და ქართული ქრისტიანობა ითვლის 2000 წელს. აი ეს არის ჩვენი მეცნიერული კვლევის პოპულარულ ენაზე გადმოცემა, მეტი როგორ შევძლოთ, ეს ძალიან რთული მასალაა, იმ მხრივ რომ ჩვენ გავიაზროთ ის, რაც არისტოტელემ თქვა ქრისტეს შობამდე. რა თქვა არისტოტელემ? არისტოტელემ თქვა, რომ ის ღვთაებრივი მეცნიერება, რომელიც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი, ღმერთს აქვს ხელში. აი ეს ჩვენ ამდენჯერმე წავიკითხეთ ეს ციტატა და დღეს კიდევ არ შეგაწუხებთ ამ ხრივ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის მოსაზრება, რაც ითქვა ადრევე, ეს აუცილებლად უნდა ფილოსოფიიდან გადმოსული, უნდა იყოს ახალ იმაშიც, ახალ აღთქმაშიც ეს გადმოსულია. ახლა მე მინდა გითხრათ, რომ ზუსტად რომ წავიკითხო სწორედ არისტოტელეს სიტყვა, ღმერთია ყოველივეს მიზეზი და საწყისი. ამიტომ ღვთაებრივი მეცნიერება მხოლოდ ღმერთს შეიძლება კონდეს. აი ამ სიტყვებით მინდა დაგემშვიდობოთ ძვირფასო მაყურებლებო, გისურვებთ კარგად ყოფნას, საქართველო აღორძინდეს როგორც მეცნიერების განათლების ქვეყნად და მას აქვს დიდი მისია
თუ ჩვენ სწორად არ განვავითარებთ მეცნიერებას, განათლებას, მაშინ ჩვენ როგორც სახელმწიფო მთავარი ხერხემალი სწორედ ეს არის მეცნიერება და განათლება, სახელმწიფო ამ საფუძველზე დგას. რითაც ჩვენ გადავრჩით ქართველები. სახელმწიფოებრივი წვეტა ბევრჯერ ქონდა, მაგრამ ენამ გადაგვარჩინა. ანუ მეცნიერებამ, მისმა განათლების სისტემამ, აი ეს რაც ჩვენ ქონდა, დიდი სკოლები, წმინდა მამების სახით, ასევე მეცნიერები, რომლებიც ყოველ შემთხვევაში იმ ფორმით არა, როგორც კლასიკურად გვაქვს მე-19, მე-21 საუკუნეში, არამედ იმ ძველი ფორმით ჩვენ ძალიან დიდი მეცნიერები გვყავდა. ყოველ შემთხვევაში ეს დიდი დამსახურება უნდა აღნიშნოთ მარკიონ ფაზისელის შემდეგ, ანუ ფაზის აკადემიის შემდეგ დავით აღმაშენებელმა აღადგინა გელათის აკადემია, შემდეგ აღდგა იყალთოს აკადემია. აი სამი აკადემია, რომელსაც ჭირდება დახმარება, თანადგომა და იმ მნიშვნელობით აღდგენა. ამ ეტაპზე გელათის აკადემია საკმაოდ წარმატებით მუშაობს, ქუთაისში და ხელმძღვანელობს მეუფე და იგივე გზით უნდა აღდგეს და უმეთაუროს უნდა იყალთოს აკადემიას ალავერდელმა მეუფემ. ფაზის აკადემია მხარდაჭერას უცხადებს ორივე აკადემიას და ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით და განვამტკიცოთ ის მეცნიერული და საგანმანათლებლო სისტემა, რაც აუცილებელია როგორც ქართული სახელმწიფოს კარგ და სწორ გზაზე დაყენებაზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად მზადდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე.